ინტერაოესი ოფიციალურად ადასტურებს, რომ საკონსულტაციო მომსახურებისთვის დაითირავა ფირმა, რომელთან დაკავშირებითაც $1 მილიონი რადარიცხვის საქმეზე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები და თელასის გენერალური დირექტორი დააკავეს. შეგახსენებთ, სადამოძიებო სამსახური დაკავებულებს თითქოს და საკონსულტაციო მომსახურების დაწევის მიზნით ფირტვული ფირმის დაარსებას. ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 შპს მტკვარი ენერგეტიკის საკომპანია თელასის მიერ საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდებას და ქრთამის სახით $1 მილიონი მიღებას ედავება. თელასისა და გენერაციის სამი კომპანიის მესაკუთრე ჰოლდინგი ვარაუდობს, რომ პროცესის სამართლებრივი მხარე მალე დაირკვევა ქართული აქტივების გენერალური დირექტორის დევიდ ანდელაკის დაკავების მიუხედავად ინტერაოეს ტარიფების თემაზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელების მზადყოფნას გამოხატავს. კონსულტანტებთან ინტერაოესის ქართულმა შვილობილმა კომპანიებმა ხელშეკრულება 2012 წლის აგვისტოში გააფორმეს. $1 მილიონი ღირებულების მომსახურება მოიცავდა სპეციალური ანგარიშებისა და ანალიტიკური მასალების მომზადებას. რაც ჩვენი ენერგოჰოლდინგის 4 კომპანიის, მტკვარი ენერგეტიკის, ხრამჰესის 2 ჰიდროსადგურისა და თელასის მმართველობის გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა გამხდარიყო. საკონსულტაციო მომსახურების საფუძველზე ინტერაოესის საქართველოს ხელისუფლებასთან საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადებას ამჯერად ენერგოჰოლდინგს მიეცემოდა საგადასახადო ვალდებულების დაფიქსირების შესაძლებლობა. რაც უმთავრესი ფაქტორია საიმისოდ, რომ სატარიფო კლება განგვეხორციელებინა. ამის მიუხედავად ენერგეტიკის სამინისტროსთან, რომელიც ტარიფების შემცირებაშია დაინტერესებული, მოლაპარაკებები გრძელდება და კონსტრუქციულად მიმდინარეობს.